გამარჯობა. კომერსანტის პირდაპირ ეთერშია გადაცემა პროფესიონალები. მე ამ გადაცემის წამყვანი ნუგზარ ბერიძე გახლავართ, სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი. ენერგეტიკული პოლიტიკა ქვეყნის პოლიტიკური კურსის უნიშნულოვანესი მდგენელი, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნის, რომელიც არ არის მდიდარი ნახიჩყალბადოვანი რესურსებით, თუმცა თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით განთავსებულია ძალზე საინტერესო რეგიონში და შესაბამისად მისი ენერგეტიკული პოლიტიკა გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას. დღეს ამ გამოწვევებზე სასაუბროთ მოვიწვიეთ არაკომერციული ანალიტიკური ცენტრის სოფლიო გამოცდილება საქართველოსათვის დამფუძნებელი და ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი მურმან მარგველაშვილი. გამარჯობთ ბატონი მურმან. გამარჯობთ, მოგესალმებით, მასწავლებლებს მსმენელს. ჩვენს დისკუსიაში თქვენთვის საინტერესო საკითხებზე შეგიძლიათ ჩაერთოთ ტელეფონის ნომერზე 2-18-29-55. მოდით დავიწყოთ საუბარი და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თუ შეიძლება ორიოდე სიტყვით, რა ძირითადი ტენდენციებია სოფლიო ენერგეტიკაში და ზოგადად ენერგეტიკა რა მიმართულებით ვითარდება სოფლიოს მოწინავე ქვეყნებში, ან რა არის ფასეული ჩვენთვის აქედან. ანუ თქვენი როგორც სოფლიო გამოცდილება საქართველოსათვის ორგანიზაციის ძირითადი მიზანი და ასე ვთქვათ სამუშაოს სპეციფიკა. ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნებულია 2007 წელს, მისი სახელწოდება უკვე მეტყველებს ჩვენს მიზნებზე, ეს არის მოწინავე გამოცდილების და ცოდნის შემოტანა საქართველოსში და გამოყენება ქვეყნის განვითარების სასიკეთოდ. ჩვენ მუშაობთ ენერგეტიკული პოლიტიკის მრავალ მიმართულებაზე, მათ შორის ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიის, ენერგეტიკული დაგეგმვის, სუბსიდირების, ტარიფების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ენერგეტიკული განვითარება მსოფლიოში იმდენად მრავალფეროვანი და იმდენად მრავალწახნაგოვანია, მოკლე გადაცემაში ძნელი ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მოგახსენებთ რამდენიმე მთავარ მიმართულებას. ერთი ეს არის განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების განვითარება და დანერგვა. ბოლო ტენდენცია არის ისეთი, რომ განახლებადი ენერგია აღარ არის უკვე ისეთი მცირე მეორადი ნაწილი ენერგეტიკისა, არამედ ეს გახდა მაგისტრალური მთავარი მიმართულება. ახალი ქარის სადგურები, მზის სადგურები, ესენი ხდებიან უკვე მოწინავე და ყველაზე დიდი. ანუ მათ ფაქტურად გარკვეული სიტუაცია შეცვალეს, თითქოს მათ შეცვალეს, ლანდშაფტი შეიცვალა და ძირითადი ინვესტიციები მიდის განახლებადი ენერგიაში უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ ძველ ტრადიციულ ენერგეტიკაში. ძალიან მნიშვნელოვანი ბოლოდროინდელი, ბოლო 10 წლეულის განვითარება, ეს არის ფიქალის გაზის განვითარება, რომელზეც სავარაუდოდ თქვენ გქონდათ უკვე ლაპარაკი, რომელიც ასევე შეცვალა ლანდშაფტი გაზის სასათბობის მოხმარებისა. ფიქალის გაზი ხდება ხელმისაწვდომი, მათ შორის ქვეყნებს შორის ტრანზიტი, საზღვაო ტრანზიტით და ამიტომ გათხევადებადი გაზი კონკურენციას უქმნის უკვე ჩვეულებრივ გაზს. და მთავარი ტენდენცია ეს არის, თქვათ, მოწინავე ქვეყნების ტენდენცია, ეს არის ენერგეტიკული კონკურენტული ბაზრების დანერგვა და გავრცელება, რაც მაქსიმალურად ზრდის ეფექტურობას. ერთი კიდე ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ევროპის ახალი ენერგეტიკული სტრატეგია, რომელსაც ქვია ენერგეტიკული კავშირი, არ უნდა აგვერიოს ენერგეტიკულ გაერთიანებასთან, რომელიც არის ხელშეკრულება და ორგანიზაცია. ანუ Energy Union. Energy Union. გარკვეული ასოცირება ხო არ არის Soviet Union-თან? არა, ასოცირება ნამდვილად არ არის. ერთი მთავარი პუნქტი ამ კავშირისა, ეს არის, რომ ევროპამ გააძლიეროს ენერგეტიკული თვალსაზრისით თავისი პოზიციები. განავითაროს ქვეყანა, მათ შორის ტექნოლოგიური განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი და განსაზღვრელი კომპონენტი. ენერგეტიკული უსაფრთხოება, რაშიც იგულისხმება მარტო ევროპის კი არა, არამედ მისი მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოებაც. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და უმნიშვნელოვანესი არის რუსეთთან, როგორც მონოპოლიურ მომწოდებელთან ერთი ხმით და ერთი პირით ლაპარაკი. ანუ პრაგმატული პოლიტიკა, რამაც უნდა გააძლიეროს ევროპა, გახადოს მოწინავე განახლებადი ენერგეტიკაში, მოწინავე ტექნოლოგიურ განვითარებაში და ენერგეტიკულად სრულად დამოუკიდებელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა. მოდით დავუბრუნდეთ ჩვენ ქვეყანას და ვისაუბროთ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ძირითად გამოწვევების შესახებ და ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითად მმართველობის. პირველ რიგში როგორ ხედავთ თქვენ ამას და როგორ არის ოფიციალურად ეს აღიარებული?
გამოწვევები მრავალი გვაქვს, ჩვენი ქვეყანა არის 70% დაახლოებით დამოკიდებული გარე წყაროებზე, ეს არის უპირველესად შემოტანილი ბუნებრივი გაზი და ნავთობპროდუქტები. ბუნებრივი გაზი უფრო პრობლემატურია, იმიტომ რომ დამოკიდებული ვართ ძირითადად ერთ მომწოდებელზე აზერბაიჯანზე და ცოტათი რუსეთზე. და ჩვენ ნამდვილად გვჭირდება წყაროების გამრავალფეროვნება, მათ შორის შიგა წყაროების განვითარება და მათ შორის განახლებადი ენერგიის განვითარება ჰიდროს გარდა, რაც ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას შეუქმნეს საფუძველს. რაც შეეხება ენერგეტიკულ პოლიტიკას, წინა წელს პარლამენტმა მიიღო დადგენილება ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ და ასეთი დოკუმენტი არსებობს. ეს როგორც მოსალოდნელია ხოლმე, ეს არის ასე ვთქვათ დეკლარატიული დოკუმენტი, რომელიც ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს, თუმცა აქვს მას გარკვეული ხარვეზები, მაგალითად ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარვეზია, რომ იქ არ არის ნათლად ნაჩვენები ენერგეტიკის და ქვეყნის ენერგეტიკული ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ურთიერთდამოკიდებულება. ეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო ამ დოკუმენტში და მე იქნება შესაძლებლობა რომ შეიცვალოს. ასევე მე მგონია უკეთესად უნდა იყოს გამოკვეთილი მდგრადი განვითარების თემა. ანუ ის რომ ენერგეტიკა უნდა განვითარდეს ისე რომ ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხები ასევე იყოს გათვალისწინებული და ამის გზა არის ჩართულობა ყველა დაინტერესებული მხარის. ეს გაუმჯობესებდა ამ დოკუმენტს ჩემი შეხედულებით. რაც შეეხება ენერგეტიკულ სტრატეგიას, აი ესეთი სტრატეგიის დოკუმენტი არ გვაქვს და რაც არის ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის, რეალური პოლიტიკის ძალიან მე მგონი დიდი ხარვეზი. ჩემთვის ცნობილია რომ ამ დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს. რამდენად ჩართული ხართ ამ პროცესში? ჩართული არა ვართ, თუმცა ეხლა მივიღეთ მცირე ნაწილი ელექტროენერგეტიკული იმ მოსალოდნელი სტრატეგიისა, რაც უნდა იყოს, მაგრამ ერთი მთავარი ჩვენ კონკრეტულად ჩვენ ჩართულობაზე არ არის ლაპარაკი, ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს პროცესი იყოს უფრო მრავალმხრივი ჩართულობით სპეციალისტებისა და ეს უნდა გახდეს ფართო მერე განხილვის საგანი, იმიტომ რომ ენერგეტიკული სტრატეგია ეს არის ფაქტიურად ჩვენი საზოგადოების ერთიანი ხედვა და სამინისტროსთვის, მთავრობისთვის დავალების მიცემა, რომ აი ამ მიმართულებით უნდა იმოძრავონ და რა არის პრიორიტეტი. ამ შემთხვევაში ხო არ არის ანალიტიკური ცენტრების ნაკლოვანებები, ანუ მათი ყავს თუ არა ესეთი ანალიტიკური ცენტრები, რომელსაც შეუძლიათ გარკვეული შეთავაზება გააკეთოს? ანალიტიკური იცით რა არის, ჩვენ რაც გვაქვს ის უნდა გამოვიყენოთ. როდესაც იმასაც არ ვიყენებთ, ეს არის ალბათ არც ისე კარგი. და ერთი ხაზგასასმელია, რომ სხვა ქვეყნებში, მათ შორის ჩვენ მეზობელ ქვეყნებში ამ მიმართულებით მუშაობენ მთელი ინსტიტუტები. და როდესაც ხდება პოლიტიკის დაგეგმა და თუნდაც შეხვედრები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მოლაპარაკება, ჩვენი მხარე მეშინია, რომ არ არის სათანადოდ მომზადებული ამ მოლაპარაკებებში და შეიძლება ეს საზიანო იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. აბსოლუტურად გეთანხმებით, ჩემი აზრითაც გარკვეული გადაწყვეტილებები მისაღებია, განსავითარებელია ანალიტიკური ცენტრები. მოდით ახლა შევიცვანოთ რეკლამაზე და შემდგომ გავაგრძელოთ მეორე ბლოკში. ბრუნდებით გადაცემა პროფესიონალების ეთერში ვაგრძელებთ საუბარს მურვან მარგველაშვილთან ქართული ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითად გამოწვევებზე. ბატონო მურვან, ბოლო პერიოდის ნიუსებიდან განსაკუთრებით შეიძლება გამოვყოთ ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც დაკავშირებული იყო გაზპრომის თემასთან. აღნიშნულთან დაკავშირებით ბევრი იყო ვერსიები, მრავალფეროვანი იყო ინფორმაციები განსჯისათვის. თუნდაც ჩვენი პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში და პირიქით აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და ასე შემდეგ. ეხლა თქვენ ისაუბრეთ ასე ვთქვათ დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე. ხომ არა გვაქვს საქმე ან დივერსიფიკაციასთან, ან რაღაც კონკურენციის შესაძლებლობებთან განსაკუთრებით აზერბაიჯანულ და რუსულ მომწოდებელთან მიმართებაში? ჩვენ სამწუხაროდ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ ამაზე საფუძვლიანად ვიმჟელოთ. თავისთავად ის, რომ ქვეყანა მიიღოს უფრო მეტი გაზი, თქვათ იგივე რუსეთიდან, ამაში თავისთავად ცუდი არაფერი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება გამჭვირვალე მექანიზმებით, ეს თუ იქნება ისეთი ხელშეკრულებებით, რომელიც ჩვენ ინტერესებს სრულად დაიცავს, რა თქმა უნდა, დივერსიფიკაცია არ არის არანაირად საზიანო, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაბამისად მომზადებული სისტემა, ჩვენ არ გვაქვს ბაზარი, გაზის ბაზარი, რომელიც იქნება სრულად გამჭვირვალე და
არ ვიწევთ ამ გაზპრომს ამ გაზის ბაზარში შემოსვლისათვის. ჩვენ როგორც სხვადასხვა კომენტარებიდან გავიგეთ, ეს არის კომპანიებს შეეძლებათ რუსეთიდან შემოტანა გაზით. ესეთი ფორმულირებით მე მგონია, რომ ეს პირიქით არ არის მავნე იქნება ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, იმიტომ რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება არ არის მარტო გაზის მიღება, არამედ ეს არის ამავე დროს ქვეყნის ინტერესების და ფასეულობების დაცვა. და თუ კი ჩვენ შევუწყობთ ხელს დამოკიდებულებას და თან შემოტანა შეეძლებათ ისეთ კომპანიებს, რომლებიც აფილირებულები არიან ისედაც რუსეთის სახელმწიფოსთან, ამითი გავაძლიერებთ ალბათ რუსეთის ეგრეთ წოდებულ რბილ ძალას ჩვენ ქვეყანაში, რაც მე მგონი არ უნდა იყოს მისაღები. თორე სხვანაირ შემთხვევაში თუ გვექნება გამჭვირვალეს ბაზრის წესები, გვექნება მექანიზმები ისეთი, რომ ნებისმიერ შემოტანილს შეეძლება შემოტანა და კონკურენცია, ეს ფასებს პირიქით დაწევს და მიწოდების საიმედოობასაც გაზრდის და სწორედ ამიტომ არის და ამიტომ ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ გვინდა ევროპული ბაზრის მოდელი, ანუ კონკურენტული ბაზრის მოდელი, რომელიც მოხსნის ყველა ამ ეჭვებს, აი ამ მithქმა-მოთქმას და თავისივე მექანიზმით უზრუნველყოფს ქვეყნის ინტერესების დაცვას. მით უმეტეს, რომ რამდენიც მე ინფორმაცია მაქვს, რუსეთს დაანონსებული აქვს საკმაოდ მისაღები ფასები მომავალი პერიოდისათვის. ალბათ ამ კუთხითაც გარკვეული, ესე ვთქვათ, მომხიბლაობა ამ შეთავაზებას აქვს. თუ არა? ნუ აქაც სიფრთხილეა საჭირო, ხო? ესე იგი ხანდა მე მახსოვს ესეთი მომენტი 2013 წელში ვიმყოფებოდი ევროგაერთიანების ერთ-ერთ პარლამენტში, მქონდა მოხსენება და წინადღით რუსეთმა გამოაცხადა, რომ მოლდოვას 1/13 შეუმცირებდა გაზის ფასს, ოღონდ მოლდოვა არ შესულიყო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში. აქაც თუ ესეთი პირობა გვაქვს, მაშინ ალბათ არ უნდა მივიღოთ. მადლობა. შეგეცხვისათვის. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო კომენტარი იყო და კიდევ უფრო ცხელი თემა შეიძლება ასე ვთქვათ, რომელიც დაკავშირებულია ტარიფების, ესე ვთქვათ, მუდმივ თემასთან. ალბათ გაიგებდით, რომ ჩვენს სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები, მათ შორის კომპანია ენერგოპორტ ჯორჯიასა და თელასისათვის, ასე ვთქვათ, გასაჩივრებული იქნა ლეიბორისტული პარტიის მიერ სასამართლოში და ამჟამად მიმდინარეობს გარკვეული პროცესი ამასთან დაკავშირებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი სატარიფო პოლიტიკა დღეს ქვეყანაში, რამდენად ასე ვთქვათ გამჭვირვალეა და რამდენად მისაღებია ეს პროცესი, ან და კიდევ თუ შეიძლება შევაფასოთ ის პრაქტიკა, რომელიც იყო მემორანდუმების პრაქტიკა, როდესაც გარკვეული შეთანხმება დგებოდა კომპანიასა და სახელმწიფოს შორის და მე ხდებოდა ამ შეთანხმების ასე ვთქვათ კვალობაზე ტარიფების რეგულირება. თუ ამას რეგულირება ქვია, რა თქმა უნდა, ჩვენ აქ სამი თემა გამოვიდა. ხა პირველი არის ტარიფი, რამდენად სამართლიანია და რამდენად მისაღები და რამდენად არის საჭირო მისი გასაჩივრება. ამაზე ერთი პასუხი გვაქვს, სხვათა შორის ჩვენ Facebook-ის გვერდზე გვაქვს ძალიან საინტერესო დიაგრამა, რომელიც აჩვენებს განვითარებული ქვეყნების ტარიფებს და შედარებით განვითარებადი, ნაკლებ განვითარებული ქვეყნების, აღმოსავლეთის, თქვათ, შუა აზიის, საქართველოს, ჩვენი რეგიონის და ასე შემდეგ. ძალიან კარგი სურათია, როდესაც ხედავ, რომ ტარიფები, თქვათ, ევროპულ ქვეყნებში არის ორჯერ, სამჯერ, ზოგიერთ ქვეყნებთან შედარებით კი 10-ჯერ მეტი. მაგრამ იმ ევროპულ ქვეყნებში მე არ მახსოვს, რომ ტარიფებზე ვიღაცას პრეტენზია გამოეთქვას და ყოველ შემთხვევაში პრობლემები ყოფილიყო. ყირგიზეთი არის ქვეყანა, რომელშიც არის ყველაზე დაბალი ტარიფი და ყირგიზეთში მოხდა რევოლუცია ამის კიდე ტარიფების ნორმალურ დონეზე ატანს. ერთი დასკვნარი თქმაც მინდა, ტარიფი არის ის, რაც ასახავს ობიექტურ აუცილებლობას კარგ შემთხვევაში, თუ კი ის არ არის დამახინჯებული. ხოლო შემოსავალი და მისი მიმართება ტარიფთან, აი ეს არის მთავარი, რაზეც უნდა იყოს ლაპარაკი. მე პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ჩემი ესეთ საექსპერტო იმითი ურჩევდი ყველა პარტიას და მათ შორის ლეიბორისტებს, რომ ეზრუნათ უფრო შემოსავლების და ეკონომიკის განვითარებაზე, ვიდრე ტარიფის დაწევაზე, რაც არის კონტრპროდუქტიული და აბნევს ქვეყნის განვითარებას. ხოლო შემოსავლების გაზრდა პირიქით ეს არის განვითარების ზრდა. დაბალი ტარიფი ეს არის ნაკლები ინვესტიცია ენერგეტიკაში, შესაბამისად გავარესებული უსაფრთხოება, გავარესებული ვთქვათ დაბალი არა ადეკვატური ტარიფი, ეს არის ენერგეტიკული სექტორის დეგრადაცია, რაც ქვეყნის განვითარებას უნებს. და მეორე კითხვაზე რო გადავიდე,
ბოლო ხანს მე ხა იმიტომ არა რომ სემეკთან გახლავართ სტუმრად, მაგრამ მაინც მინდა რომ ვთქვა და აუცილებელი აღინიშნოს, რომ ძალიან გამჭვირვალე და სწორი პროცედურები მიმდინარეობს, მათ შორის კონსულტაციები, მათ შორის პოლიტიკოსებსაც აქვს საშუალება მივიდნენ და შეკითხვები დასვან სწორი და მიიღონ პროცესში მონაწილეობა, თუ თვითონ არა შეუძლიათ სპეციალისტები მოავლინონ ისე რომ ისინი გაერკვნენ და არა შემდეგ უკვე პოსტფაქტუმ არა დასაბუთებული პრეტენზიები გამოაცხადონ. და რაც შეეხება მემორანდუმებს, სწორედ ხა ესეც ამის ნაწილია, მემორანდუმები იყო პრაქტიკა წინა პერიოდში, წინა თქვა რაღაც რამდენიმე 10 წლის განმავლობაში, რაც არის მავნე პრაქტიკა ძალიან, იმიტომ რომ აქ ფაქტიურად ირღვევა გამჭვირვალობა, ირღვევა დასაბუთებულობა და ტარიფის დონე ხდება სუბიექტური ვიღაცის მიერ დადგენილი და არა ობიექტურ რეალობაზე დაყრდნობილი. ეს უნდა აუცილებლად უნდა შეიცვალოს ის მემორანდუმები, რომლებიც არსებობს, მაგალითად არსებობს მემორანდუმი ინტერრაოსთან, რომელიც თელასის და სხვა ტარიფებს და ინვესტიციებს ერთად განიხილავდა. ასევე არის მემორანდუმი სოკარგასთან, მე თუ არ ვცდები. ეს პრაქტიკა უნდა დავთმოთ და გადავიდეთ თანამედროვე მოწინავე პრაქტიკაზე, როდესაც ტარიფების დადგენაც და გადახედვაც ხდება ეკონომიკურად გამართლებულად, თავისი პერიოდულობით და თავისი გამჭვირვალე გასაგები პროცედურებით, საზოგადოების მონაწილეობით. ეს მოგვაცილებს დებატს, დისპუტს და დაპირისპირებას ტარებ და ამ ენერგია მოდით გამოვიყენოთ უფრო პროდუქტიული საქმეების გასაკეთებლად. ძალიან კარგი. მოდით ეს თემა რო ამოვწუროთ, დაუბრუნდეთ ისევ ტარიფებისაც გარკვეულ საფუძვლებს. მოგეხსენებათ, რომ 2972 დირექტივაში მთელი ესე ვთქვათ პარაგრაფი და დანართი ეთმობა ეგრეთ წოდებულ მოწყვლად მოხმარებელს. აქ საუბარი არის სოციალურად დაუცველ მოხმარებელზე, რომლის მიმართაც ქვეყნებს უნდა კონდეს კაფიო კონკრეტული პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ისინი არ უნდა იქნან დატოვებული ენერგიის ხელმისაწვდომობისაგან. ანუ მათ უნდა კონდეთ სასიცოცხლოდ აუცილებელი ენერგიის მიღების საშუალება. აი როგორ შეაფასებთ დღეს საქართველოში არსებულ დამოკიდებულებას, ესე ვთქვათ, აი მოწყვლადი მოხმარებლების მიმართ, რამდენად სწორი პოლიტიკა ხორციელდება ამ კუთხით? ბოლო ხან მე მართალი გითხრათ, არ მიდევნებია კარგად თვალი, მაგრამ როგორც მე ვიცი, ხდებოდა ვაუჩერების დარიგება ფაქტიურად განურჩევლად იმისა, თუ რამდენად მოწყვლადი არის ესა თუ ის ადამიანი. ეს მაინც და მაინც არ იყო სწორი პრაქტიკა. ახლა ბოლო ხანებში კი გამოცხადებულია, რომ მიზანმიმართულებლად ფოკუსირებულად უნდა იყოს ყურადღება მიქცეული მოწყვლად სოციალურად დაუცველ მომხმარებელზე, რაც არის აბსოლუტურად სწორი. და რაც ძალიან სასურველი იქნება, რომ ეს დახმარება ნაკლებად იყოს ტარიფზე მიბმული. ანუ ეს არ იყოს მაინც და მაინც ტარიფის ასანაზღაურებლად გამოყოფილი, არამედ გადაეცეთ ალბათ თქვენ რომ გქონდა ჩვენ ეგრეთ წოდებულ გვაქვს უფრო სწორად საფეხურებრივი ტარიფი, როდესაც იმის და მიხედვით თუ რამდენს მოიხوارს მოხმარებელი, შესაბამისად არის ეს თავისთავად გარკვეული ელემენტი აქ სოციალური დაცვის და გარანტიების უზრუნველყოფისა იყო, მაგრამ ჩემის აზრით მაგაში გეთანხმებით, რომ ესეთი ტიპის ტარიფი ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ ესეთი ენერგეტიკული სიღარიბე, რასაც ქვია, ანუ მისაღებზე დაბალი დონე ენერგეტიკა, ეს აცილებული ყოფილიყო თავიდან და თავისთავად ეს სტრუქტურა, როგორც აღმოჩნდა, არ არის მაინც და მაინც ცუდი. ოღონდ თვითონ ტარიფის დონე, რომელიც ახლა აიწია ბოლო ხანს, თუ კი არსებობს ისეთი მოწყვლადი მომხმარებელი, რომელსაც არ შეუძლია ამის გადახდა, მაგრამ აქ ერთი პრობლემა დგას, მარტო ტარიფის გადახდა არ შეუძლიათ, მათ სხვა ხარჯებიც აქვთ, ხო? ალბათ უმჯობესია, რომ დახმარება გაეწიოს ჩვეულებრივ სოციალური დახმარება, რომელიც არ იქნება მაინც და მაინც ტარიფთან დაბმული, მაშინ იმის ადამიანები შეძლებენ იმ დახმარების გამოყენებას თუ უნდათ ელექტრობის შესაძლებლად, თუ უნდათ სხვა საქონლის შესაძლებლად. ეს მათი თავისუფლება იქნება. ანუ სოციალური და ენერგეტიკული პრობლემების ესე ხისტად დაბმა ალბათ არ იქნებოდა მთლად. ანუ არსებობს ესეთი ტერმინი ჯვარედინის სუბსიდირება და არის კიდევ ტერმინი პირდაპირი სუბსიდირება. დღემდე ასე ვთქვათ, იყო ელემენტები ჯვარედინის სუბსიდირების, როდესაც ერთი ტიპის მოხმარებელი ასუბსიდირებდა მეორე ტიპის მოხმარებელს, თუმცა ბოლო პერიოდში ახლა ხანს ეს
სატარიფო პროცესი რო წავიდა, საკმაოდ საინტერესო პროცესი წავიდა, ესე ვთქვათ, სამინისტროს დონეზე, უკვე მთავრობის დონეზე, როდესაც მოხდა პირდაპირი სუბსიდირება უშუალოდ მოწყვლადი მომხმარებლების, უკვე სოციალურად დაუცველებზე წავიდა შესაბამისი დახმარებები. ეს აბსოლუტურად გამართლებული სწორი მიდგომა, ბევრად უკეთესი ვიდრე იყო ადრე. On შემდეგი ნაბიჯი, რაზეც ველაპარაკობ, იქნება რომ საერთოდ დახმარება იყოს სოციალური დახმარება იყოს იმ მოწყვლადი მოსახლეობისა, ისე რომ არ იყოს მაინც და მაინც ეს დაკავშირებული ტარიფთან. ეს იქნებოდა კიდე შემდეგი გაუმჯობესება. ძალიან კარგი. მოდით ახლა ბატონურმან, მოდი გავიხსენოთ გუშინდელი შეხვედრები, რომელიც თქვენი ორგანიზაციის, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი ბრძანდებოდით თქვენ და აქ საუბარი იყო საქართველოს სვლაზე ლიბერალური ასე ვთქვათ კონკურენტული ბაზრის განვითარებისაკენ. ანუ მე მინდა გთხოვოთ, რომ თქვენი კომენტარი გააკეთოთ დღევანდელ საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურასთან დაკავშირებით და რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისათვის, რომ ჩვენ დაუახლოვდეთ ასე ვთქვათ კონკურენტულ ბაზარს, მოხდეს საცალო ვაჭრობის ლიბერალიზაცია, გენერაციის სფეროში და ენერგოს კონკურენცია და ის თანამედროვე ვაჭრობის მექანიზმები, რომელიც აქვს თანამედროვე ელექტროენერგეტიკულ ბაზარს. ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე თუ ვილაპარაკებთ, ჩვენთან თურქეთთან დამაკავშირებელი ხაზის აშენებამ საკმაოდ ხელი შეუწყოს საკმაოდ ბევრ პოზიტიურ ნაბიჯებს, მათ შორის ეს არის უპირველეს ყოვლისა არის ჰიდროსადგურების მშენებლობით დაინტერესება და ამ მიმართულების დაჩქარება, ასევე ხელი შეუწყო ახალი მექანიზმების შემუშავებას, რითაც ჩვენ საშუალება გვექნება, რომ ჩაერთოს საქართველოს მიმწოდებელი თურქეთის ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე. ეს ალბათ მსმენელმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის ძალიან რთული პროცესი, რომელსაც ტექნოლოგიურად საკმაოდ სერიოზული მომზადება და ორგანიზაციული მომზადება ჭირდება და ამ მიმართულებით ხდება განვითარება. მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ძირეული კანონმდებლობა ელექტროენერგეტიკის, ასევე გაზის კანონმდებლობა, ასევე ნავთობის კანონმდებლობა ეს გადამუშავდეს, შეიცვალოს, მას ჩამოშორდეს უამრავი ხარვეზე, რაც ჩვენ გვაქვს და რაც დაგროვდა მრავალი წლის განმავლობაში და ის დაიხვეწოს იმისთვის, რომ გახდეს გამჭვირვალე, იმისთვის, რომ გახდეს გასაგები და ამით მოიზიდოს ინვესტიცია ჩვენ ქვეყანაში. ბაზარი დღესდღეობით ჩვენ შორს არის კონკურენტული ბაზრისგან, იმიტომ რომ გვაქვს ეგრეთ წოდებული ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანია, რომელსაც ერთდროულად აქვს გენერაცია და თავისივე განაწილება. ანუ ბუნებრივია თავის გამყიდველია უპირველეს ყოვლისა და კონკურენტულ ბაზარზე აღარ გამოაქვს ის ელექტროენერგია. ასევე ეს პრობლემა ართულებს ანგარიშგებას, ართულებს ბევრ სხვადასხვა რამეს, ამიტომ ბაზარი უნდა დაიხვეწოს და ცოტა ისე გამოგდეს, მაგრამ ეს ევროპული მოდელი, და ამერიკაში ისეთივე მოდელი არის. განვითარებულ ქვეყნებში არსებობს კონკურენტული ბაზრის მოდელი, არსებობს რეგულირება იმ სფეროში, რომელიც არ ექვემდებარება კონკურენციას, ბუნებრივი მონოპოლიების, ეს უნდა იყოს ერთმანეთისგან გაყოფილი და ეს კომპანიები უნდა იყვნენ ერთმანეთისგან გაყოფილი. მათი ყოველ შემთხვევაში გენერაციის ნაწილი, მათი განაწილების ნაწილი და მათი მიწოდების ნაწილი საქმიანობა. მაშინ ეს იქნება უფრო დაერგვანება ცივილიზებულ ბაზარს და შექმნის განვითარების პირობებს და უფრო გაადვილებს ინვესტიციას და შემოსვლას ახალი მოთამაშეების ამ ბაზარზე. ძალიან კარგი. მე მაინც მინდა კიდე უფრო ესე ვთქვათ დეტალებში ჩავხმავდეთ, განსაკუთრებით რაც ეხება საცალო ბაზარს. მოგეხსენებათ თქვენ გაქვთ გარკვეული გამოცდილება სადისტრიბუციო კომპანიაში საქმიანობის, ასევე იცნობთ იმ თანამედროვე პრაქტიკას, რომელიც არსებობს ევროპაში. სადისტრიბუციო კომპანიები დღეს ჩვენთან, უпростоროდ განაწილების ლიცენზიანტები, ერთდროულად ახორციელებენ განაწილების საქმიანობას და ასევე მიწოდების საქმიანობას. შესაბამისად ამ ბაზარზე, ანუ საცალო ბაზარზე რაიმე კონკურენციის ან და მიწოდებლის არჩევის არანაირი შანსი და შესაძლებლობა არ არსებობს. თუმცა კანონში იყო ესეთი ნორმა, ალბათ გეხსოვებათ, რომ მცირე ელექტროსადგურს შეუძლია მიყიდოს ელექტროენერგია საცალო მომხმარებელს. თუმცა ამ ნორმამ პრინციპში არ იმუშავა. როგორ პერსპექტივას ხედავთ ამ კუთხით, ესე ვთქვათ, საცალო ბაზრის განვითარების? თავისთავად ის ფაქტი, რომ მიმწოდებლები, მოდით ალბათ მსმენელს კარგი იქნება განუმარტოთ რაზე ლაპარაკი. ჩვენ მიჩვეული ვართ
რომ ვინც ემსახურება ქსელს, მაგალითად თელასი, ხო, ის ასევე ყიდის ელექტროენერგიას და ერთიანი ქვით არ მოგდის. სხვა განვითარებულ ქვეყნებში ასე არ არის. იმიტომ რომ ის კომპანია, რომელიც ქსელს ემსახურება, ის არის ასე ვთქვათ, მომსახურე კომპანია კონკრეტულად ამ ქსელის. იმას პირდაპირი კავშირი არ აქვს მოწოდებასთან, თუმცა შეიძლება ასევე იყოს მომწოდებელი, თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ ელექტროენერგია ნებისმიერი სხვა მომწოდებლისგან. ამ თავისუფლებაზეა ლაპარაკი და ეს თავისუფლება სწორედ ხელს უწყობს კონკურენციას. თუ კი თელასი, რომელიც არის მონოპოლიური მფლობელი ამ ქსელის, ასევე არის მომწოდებელი, მან შეიძლება უარი თქვას გამოატაროს სხვისი ელექტროენერგია და შესაბამისად თქვენ ვეღარ შეიძინოთ უფრო იაფი შეთავაზებით მოცემული ელექტროენერგია. ამაზე არის ლაპარაკი და რა თქმა უნდა ეს ხელს უშლის კონკურენციას. სწორედ ამიტომ არის ევროპის დირექტივებში ნათქვამი არის პირველი, მეორე და მესამე პაკეტი, რომლის მიხედვითაც უნდა იყოს გაყოფილი ის საქმიანობები, რომლებიც არის ბუნებრივი მონოპოლიური საქმიანობა, მათგან, რომელიც არის კონკურენტული. ეს შეუწყობს გამჭვირვალობას ხელს, ეს შეუწყობს ბაზრის და რაც მთავარია, მომხმარებლის საბოლოოდ ინტერესების დაცვას, რომ მან არ გადაიხადოს ზედმეტი მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცა არის მისი ქსელის მფლობელი. თუმცა ამ ასე ვთქვათ სისტემასაც აქვს თავისი ნიუანსები, განსაკუთრებით ალბათ უნდა ვისაუბროთ ეგრეთ წოდებული გარანტირებული მიწოდებლის თემაზე. იმდენად რამდენადაც არის მომხმარებელი, რომელიც დაუშვათ 100 კილოვატ-საათს მოიხმარს ასე ვთქვათ თვეში და მას არ უღირს დაუშვათ გარკვეული ასე ვთქვათ ეძებოს მომწოდებელი. მოდით ეს ძალიან საინტერესო თემებია და მოდით ამის შესახებ ვისაუბროთ რეკლამის შემდეგ. ეხლა კი შევისვამთ. ბრუნდებოდი გადაცემა პროფესიონალების პირდაპირ ეთერში, ვაგრძელებთ საუბარს ენერგეტიკის აქტუალურ საკითხებზე. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარია ბატონი მურმან მარგველაშვილი, საექსპერტო ცენტრის ვეგის დამფუძნებელი და ასევე ილიაუნის პროფესორი. ბატონო მურმან, ჩვენ წინა ბლოკში ვისაუბრეთ კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბების პროცესზე, მის ძირითად შემადგენელ ელემენტებზე, რა თქმა უნდა, ამ თემებზე საუბარი უჯობესია სქემებისა და დიაგრამების ფონზე, სიტყვებით ძნელია გადმოსცე ყველაფერი ის, რაც დაკავშირებულია კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებასთან. ამიტომ მოდით ახლა გადავიდეთ უფრო ორგანიზაციულ საკითხებზე. კერძოდ, ჩემთვის ცნობილია, რომ საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების, ასე ვთქვათ, ასპირანტი გახლავთ 2007 წლიდან. ჩვენ საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდით მათ სხვადასხვა ღონისძიებებში. ამის შემდგომ 2013 წელს თუ არ მეშლება, ჩვენ განვაცხადეთ ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ. პარალელურად მიმდინარეობდა ეს პროცესი უკრაინასა და მოლდოვაში. მათ სხვათაშორის ეს პროცესი უკვე დაასრულეს და არიან ამ გაერთიანების წევრები. მაგრამ ჩვენთან რატომღაც ეს გაიწელა ეს პროცესი. რასთან იყო ეს დაკავშირებული და საბოლოო ჯამში ჩვენ შეგვიძლია ფორმულირება გავუკეთოთ ამას. ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება არის ჩვენთვის სარგებელი თუ რაღაც გამოწვევა. ან საერთოდ რა, ესე ვთქვათ, როგორია ჩვენი მომავალი აი ამ კუთხით. მადლობა შეკითხვისათვის. მე მსმენელის ყურადღებას მივაქცევ თვითონ შეკითხვა რაში მდგომარეობს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს შესვლა. ანუ ჩვენი ევროპული სწრაფვა თითქოს ასე გაცხადებული და ასე ფართოდ მიღებული საგანია. ამ დროს გვაქვს საშუალება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში შევიდა და დიდი დაბრკოლება არ გვაქვს. და რატომღაც ეს პროცესი ძალიან გაჭიანურდა. ჩვენ შეხვედრა ჰქონდა 2014 წლის 20 თებერვალს გაიხსნა მოლაპარაკებები საქართველოს წევრობაზე. ჩამოსული იყო ევროპის კომისარი ენერგეტიკაში ოტინგერი, რომელმაც მაშინ ბრძანა, რომ სექტემბრამდე უნდათ დაემთავრებინათ ეს მოლაპარაკებები, რომ საქართველოს შესულიყო ამ წევრად. ჩვენ მრავალი კვლევაც ჰქონდა ჩატარებული ამაზე, ბევრი შეხვედრა, როგორც საქართველოში, როგორც ასევე ევროპაში და სიმართლე გითხრათ, რამე დამარწმუნებელი არგუმენტი იმისა, თუ რატო არ შედის საქართველოს ევროპულ გაერთიანებაში დაჩქარებულად, ამისი ვერ მივიღეთ. იმიტომ რომ ყველანაირი მოსაზრებით ეს არის განვითარების გზა. და ამის შეფერხება
არ უნდა იყოს ქვეყნის ინტერესებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეიძლება ეს იყოს არასაკმარისი ინფორმირებულობა და არასაკმარისად ანალიტიკური უზრუნველყოფა იგივე ხელისუფლების უმაღლესი დონეებისა, შეიძლება მათ არ ქონდეთ შესაბამისი სწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრიობისათვის ჩვენი ქვეყნის ამ გაერთიანებაში შესვლა და არა მარტო ამ გაერთიანებაში, ნებისმიერი საშუალების გამოყენება ქვეყნის განვითარებისათვის. და რატომ? იმიტომ რომ ამ გაერთიანების წევრობა ითხოვს და ხელს უწყობს რეფორმებს ენერგეტიკაში, რასაც შემოაქვს გამჭვირვალობა, რასაც შემოაქვს ის კონკურენცია, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. ინვესტიციები ამასთან დაკავშირებული, ხელს უწყობს სატრანზიტო სტრატეგიული პროექტების განხორციელებას, რაც ჩვენი ენერგეტიკული და პოლიტიკური მიზანია. ეს არის თემა არა მხოლოდ ენერგეტიკული უსაფრთხოების, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების, იმიტომ რომ ეს უფრო მჭიდრო ასოცირება არის ევროპასთან ჩვენი ქვეყნის და შესაბამისად პოლიტიკური მხარდაჭერის მიღებისა. როგორც მოგახსენეთ, აი მოლდოვას მაგალითი, როდესაც ფასის შემცირებას თავაზობდა ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ქვეყანა იმისთვის, რომ მოლდოვას ეს ნაბიჯი არ გადაადგეს. იმ ქვეყანამ გააკეთა ეს. ჩვენ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა ყველაფერი ხელს გვიწყობს, ყველა ის შეთანხმება და ის პირობა, რაც ჩვენ შეიძლებოდა მოგვეთხოვა, ის ასე თუ ისე გათვალისწინებულია და რატომღაც ეს მაინც ჭიანურდება. მე ისე ვიმეორებ და მგონია, რომ ეს არის არასაკმარისი ინფორმირებულობის შედეგი. მე მაინც ასე ვთქვათ, გარკვეულ რისკებზე გავაკეთებდი აქცენტს, რამდენადაც მე ვიცი, ასე ვთქვათ, იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც არის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებასთან დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ეს არის იმპლემენტაცია იმ დირექტივებისა, ასე ვთქვათ, ეროვნულ კანონმდებლობაში, რეგულაციების უპირობო შესრულება და ეს ყველაფერი დაკავშირებული არის ეგრეთ წოდებული სრული unbundling-ის არ ფუნქციონალური დაყოფის განხორციელებასთან, რასაც შეიძლება მოყვეს ეს ვთქვათ კონკურენციის გაზდა, შესაბამისად ფასის გარკვეული ზრდა გენერაციის სექტორში და შესაბამისად ამის ასახვა სამხმარებლო ტარიფში. როგორ ფიქრობთ, ეს რისკები დათვლილია თუ ეს არის უბრალოდ ესეთი ზოგადი შიშები? მე მგონია, ეს სწორედ გამოძახილი არის იმისა, რასაც მე არაინფორმირებულობას და გარკვეულ გაუგებრობას მივაწერდი. ჩვენ იმ დირექტივების და იმ პირობების შესრულება უკვე ვალდებულებად გვაქვს მიღებული ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისთანავე ჩვენ ეს ვალდებულება მივიღეთ. ეხლა ენერგეტიკულ გაერთიანებაში შესვლა ფაქტიურად ეს არის უფრო ადვილი და უფრო სწრაფი გზა ამის გაკეთება და უფრო მარტივი, იმიტომ რომ რაც უფრო დრო გადის, ჩვენ უფრო გვეზრდება და გვირთულდება ეს პროცესი. ანუ ამის გადავადება, გაჭიანურება ამ პროცესის ფაქტიურად შეიძლება ნიშნავდეს საერთოდ უარის თქმას, იმიტომ რომ მერე ვეღარ შევძლოთ უფრო ვიდრე ახლა. ამიტომ ის რეალურად არის გაუგებრობა, როდესაც მოყავთ არგუმენტი, რომ აი ეს ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ ახლა და აი მე მოდის. ეს ჩვენ აღებული გვაქვს უკვე ვალდებულება. ასოცირების შეთანხმების განხორციელება ჩვენ თუ ვაპირებთ, მაშინ ეს უნდა გავაკეთოთ და უნდა გავაკეთოთ უფრო ადვილად, ვიდრე უფრო რთულად. ამიტომ სწორედ ამიტომ მგონია, რომ შეიძლება არ იყოს საკმარისი ინფორმაცია მთავრობის უმაღლეს ეშელონებში იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნას ეს განხილული საკითხი. არადა ფაქტურად ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკა და დირექტივები გარკვეულ ტრანსფორმაციას, გარკვეულ განვითარებას განიცდის. თქვენ თავშივე ისაუბრეთ ენერგეტიკულ კავშირზე, Energy Union-ზე. Energy Union-ი გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, ზრდის ჩვენს შანსებს, რამდენადაც მე ვიცი. აი ამ თვალსაზრისით რა თქვენ? Energy Union-ი არის საკმაოდ ძლიერი და მე თუ მკითხავთ, საკმაოდ კარგად გათვლილი მიმართულებები ჯერ იმას განხორციელება ჭირდება. მათ შორის არის, როგორც მოგახსენეთ, ზრუნვა მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოებისა. გაძლიერება ევროპის პოზიცია საერთაშორისო ენერგეტიკულ საკითხებზე მოლაპარაკებებში. ძალიან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური და ინოვაციური განვითარება. ჩვენ თუ ქვეყნის განვითარება გვინდა, ეს არის მთავარი საშუალება ჩვენი რეალური განვითარების, რომ ტექნოლოგიები შემოვეყოთ ახალი, განვითარდეთ, მეცნიერება განავითაროთ და მისი დანერგვა. ეს ამას ემსახურება სწორედ პროგრამა ჰორიზონტი 2020 ევროპის ერთ-ერთი, რომელიც ასევე ნაწილი არის ამ Energy Union-ის, პლუს განახლებადი და ენერგოეფექტურობა. ანუ
ეს ახალი სტრატეგია ევროპის არის კიდევ ერთი დამატებითი სარგებელი, რომელიც ჩვენ შეიძლება და კიდევ ერთი უფრო მიმზიდველს ხდის ამიტომ ამ იმას. და მე მინდა ხაზგასმით თქვა, რომ ეს იმიტომ არ ვლაპარაკობ ამას, რომ მაინც და მაინც ევროპის ისაა. ეს არის ქვეყნის შიგა განვითარების, ახალი სისტემების, ახალი ურთიერთობების, ახალი ტექნოლოგიების, ახალი ცოდნის, აი ამის ყველაფრის განვითარების გზა. და რატომ არ მივდივართ ამ გზაზე, მე არ მინდა ესე ადვილად მინდა რაღაცა გამიხსნას. შემოვიდანოთ ხებჯელობაში, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური ფაქტორის სახით. კერძოდ ჩვენ ვიმყოფებით ისეთ, ასე ვთქვათ, სიტუაციაში, ისეთ გეოგრაფიულ წერტილში, სადაც ფაქტურად არც Energy Community-ს, არც ევროკავშირის, არც ერთი ქვეყანა მოსაზღვრე არ არის. შესაბამისად, თუ ჩვენ გარკვეულ ჰარმონიზაციას მოვახდეთ ამ კანონმდებლობასთან, ფაქტურად ჩვენ მეზობლებთან ვაჭრობის საკითხებში ხომ არ შეგვექმნება რაიმე პრობლემა. იცით რა არის, თუ კი ჩვენ მეზობლები პრობლემას შეგვიქმნიან ჩვენ განვითარებაში, ხო? მაშინ და ჩვენ ამას ვთანხმდებით, მაშინ ჯობა ეხლავე ვიცოდეთ, რომ ამას ვთანხმდებით და მაშინ სხვა მიმართულებაზე მივდივართ. ხოლო თუ კი სომხეთი, კი, რა თქმა უნდა. თურქეთი რა თქმა უნდა პარალელ რეჟიმში. სწორედ მაგაშია საქმე. თუ კი ჩვენ ამის გადავადებას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენ ეს ზეწოლის ქვეშ ვართ. ხო, მაშინ ეს ფაქტიურად ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ამ მიმართულებაზე უარი ვთქვით, იმიტომ რომ გადავადებით უფრო რთულდება ეს საქმე, კიდევ უფრო მეტად. ვიდრე ეხლა შეგვიძლია. მაშინ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ამ გზით არ მივდივართ და მივდივართ სხვა გზით. მაგრამ მე მგონი ესე არ უნდა იყოს საქმე, უბრალოდ იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს არის უბრალოდ კარგად დასაფიქრებელი და ამაზე არის სალაპარაკო საზოგადოების სხვადასხვა ნაწილებს შორის იმისთვის, რომ ჩვენ რაც საჭიროა და დაშვება ჩვენი არის ის, რომ ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი, დემოკრატიული, განვითარებული, თანამედროვე ქვეყანა. ამ გზაზე უნდა წავიდეთ. ანუ სწრაფი გადაწყვეტილებებია მისაღები. 21 საუკუნე არ არის ნელი გადაწყვეტილებების დრო. დიდი მადლობა ბანდომურბან გადაცემაში მობრძანებისა და საინტერესო განმარტებებისათვის. გადაცემა პროფესიონალური დღეს ამით სრულდება. მე მომდევნო გადაცემამდე გეშვიდობებით. კარგად გზანდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე.